საფრანგეთში დაგეგმილი სამიტის გახსნამდე შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში დიდი შვიდეულის წევრი მდიდარი ქვეყნების ლიდერების წინააღმდეგ ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა. საფრანგეთის კურორტებიან ლევენში სამდღიანი სამიტის ფარგლებში, რომელიც 15 ივნისს იწყება, ლიდერები განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ახლო აღმოსავლეთი, უკრაინა და გლობალური ეკონომიკური დისბალანსი. 14 ივნისს ჟენევაში გაერო შტაბ-ბინასთან გამართული აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა. მომიტინგეებმა პოლიციას ბოთლები, ქვები, ცემენტის ნატეხები და ფეერვერკები ესროლეს. პოლიციამ კი მათ წინააღმდეგ ცხელმსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. მომიტინგეებს შორის იყვნენ ეკოლოგები და ფემინისტები, რომლებიც შეუერთდნენ მსვლელობაში მონაწილე იმპერიალიზმის მოწინააღმდეგეებს, დამოუკიდებელი მედიის დამცველებს, პალესტინის უფლებების მხარდამჭერებსა და სხვა სფეროს წარმომადგენლებს. შვეიცარიისა და საფრანგეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ სამდღიანი სამიტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ადგილზე ათასობით პოლიციელია მობილიზებული.